საქართველოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ქართველთა და აფხაზთა შორის დაკარგული მშვიდობის აღდგენისა და ომში დაღუპულთა სულის საუხად დაიწერა ხატი. ყოველთა მწუხარეთა სიხარული. საქართველოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ქართველთა და აფხაზთა შორის დაკარგული ძმობის, მშვიდობის, თანხმობის, ერთსულოვნების აღდგენისა და ძმათა მკვლელ ომში დაღუპულთა სულების საუხად დაიწერა ხატი. ყოველთა მწუხარეთა სიხარული, რომელიც პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ერთი წელია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიის ეპარქიებში მოგზაურობს. განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც აფხაზეთიდან დევნილთა დიდი ნაწილი ცხოვრობს. ნიშანდობლივია ეს ფაქტი, რომ ხატმა მოგზაურობა 2014 წლის 27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულზე და სოხუმის დაცემის დღეს დაიწყო. ეს დღე იმითაც გამოირჩეოდა, რომ გმირთა მოედანზე აფხაზეთში დაღუპულ მეომართა სულების მოსახსენებელი პანაშვიდის გადახდის შემდეგ საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ აფხაზეთის ხელისუფლებას იერუსალიმიდან ჩამობრძანებული სადაფის ქვისგან თლილი ჯვარი გადასცა, ნიშნად ყოველგვარ ბოროტებაზე გამარჯვებისა. სადაფის ჯვარს, რომელიც მივიღეთ ჩვენ იერუსალიმიდან, გადავსცემთ აფხაზეთის ხელისუფლებას, რომელიც შეინახავს ჩვენს შესვენებას. ბოროტებაზე გამარჯვებას, მტრის მზაკვრობის განქარვებას, ერის გამთლიანებას, ქართველთა და აფხაზთა გულებში ჭეშმარიტი სიხარულისა და მიტევების დანერგვას შესთხოვდა ამ ერთი წლის მანძილზე სრულიად საქართველოს ეკლესიის მრევლი დედა ღვთისმშობელს ქუთაის გაენათის. ზუგდიდისა და ცაიშის, ფოთისა და ხობის, ბათუმისა და ლაზეთის, ურბნისისა და რუისის, ბორჯომისა და ბაკურიანის, გორისა და ატენის, ალავერდისა და ჭყონდიდის ეპარქიების სხვადასხვა ეკლესიებში. ჩვენგან სოციალს არამედ მისცენ ჩვენ ბოროტისაგან, რამოჩი შემია სოფევა, დავიდები და აგვისტოს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე ქართველთა და აფხაზთა მშვიდობისა და ერთობისათვის დაწერილი ხატი ყოველთა მწუხარეთა სიხარული თბილისში მშენებარე ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში დააბრძანეს და ამიერიდან იქ იქნება დავანებული. ჰოი ყოვლა წმინდაო დედოფალო ღვთისმშობელო, შუამდგომელო ჩვენო, მოხედე წილხვდომილსა ერსა შენსა და განაქარვე მზაკვრობანი მტერთა ჩვენთანი. ქართველთა და აფხაზთა შეგვიდე, კაცისკვლანი და ყოველნის საქმენი ბოროტნი. მოგმადლე მშვიდობა, თანხმობა და ერთსულოვნება, განანათლე დაბნელებული გონებაი ჩვენი ყოვლად უბიწოო და დაჰნერგე გულთა შინა ჩვენთა ჭეშმარიტი სინანული და ურთიერთმიტევება.
დალუცე ღვთისმშობელო ქალწულო ძმობა ქართველთა და აფხაზთა, რათა ღვთისა და მოყვასის სიყვარულით ახსილნი, ერთობით ვადიდებდეთ ყოვლა წმიდასა სახელსა, ძისა შენისასა, რომელსა შვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სული წმიდით ვთ, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.